სიჩქარე არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. ის არ არის უბრალოდ მოძრაობა სივრცეში, არ არის მანძილის გავლა დროში, არ არის რაღაც, რასაც შეგიძლიათ გაზარდოთ უსასრულოდ, თუ მხოლოდ საკმარისი ძალა გაქვთ. სიჩქარე არის ფანჯარა რეალობის ბუნებაში, ისავლენს, რომ სივრცე და დრო არ არის დამოუკიდებელი, არამედ ერთი ქსოვილის ორი მხარე, რომელიც იხრება, იჭიმება, გარდაიქმნება მოძრაობის ქვეშ. და ამ ქსოვილის ცენტრში დგას ერთი აბსოლუტური საზღვარი, 299.792 კილომეტრი/წამში სინათლის სიჩქარე, რომელიც არ არის უბრალოდ ლიმიტი, არამედ თავად რეალობის სტრუქტურის განმსაზღვრელი პარამეტრი. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გადალახოთ ეს საზღვარი და ამატოთ მხოლოდ 1 კილომეტრი/წამში, მიაღწიოთ 300.001 კილომეტრ/წამში. რა მოხდება? მათემატიკა იძლევა პასუხს, რომელიც ანგრევს ლოგიკას. თქვენი მასა გახდება წარმოსახვითი რიცხვი, კვადრატული ფესვი მინუსიდან რაღაც, რაც არ არსებობს რეალურ სამყაროში. დრო დაიწყებს უკუსვლას, არა შენელებას, არა გაჩერებას, არამედ ნამდვილ უკუსვლას, როცა მიზეზი მოდის შედეგის შემდეგ, როცა ეფექტი წინ უსწრებს მიზეზს. და თავად კაუზალურობა, ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელზეც აგებულია ყველა ფიზიკური კანონი, იშლება, ხდება, ხდება უაზრო. მაგრამ სამყარო არ იძლევა ამის საშუალებას. არა იმიტომ, რომ არსებობს რაღაც კანონი, რომელიც კრძალავს მას, არამედ იმიტომ, რომ თავად სივრცე-დროის სტრუქტურა აკეთებს ამას შეუძლებლად. ყოველი მცდელობა, რომ დააჩქაროთ ნაწილაკი სინათლის სიჩქარეს მიღმა, გარდაქმნის მას შავხრელად, წერტილად, სადაც გრავიტაცია ხდება ისეთი ძლიერი, რომ თავად სივრცე იხრება უსასრულოდ, რომელიც შემდეგ მყისიერად აორთქლდება ჰოკინგის გამოსხივებაში. გაქრება ენერგიის ფეთქებაში, რომელიც დატოვებს მხოლოდ ეხოს იმისა, რაც შეეცადა დაარღვიოს ფუნდამენტური საზღვარი. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება, რომ სიჩქარე, რაღაც, რაც ჩვენთვის ჩანს როგორც უბრალო მოძრაობა, იყოს დაკავშირებული მასასთან, დროსთან, თავად რეალობის სტრუქტურასთან? რატომ არის სინათლის სიჩქარე აბსოლუტური ლიმიტი? და რას ამბობს ეს ჩვენზე, სივრცეზე, დროზე, იმ ქსოვილზე, რომელშიც ვცხოვრობთ? ყოველ ჯერზე, როცა ისვრით ბურთს და ის ნელდება ჰაერის წინააღმდეგობის გამო, თქვენ ხედავთ ეხოს იმ ფუნდამენტური პრინციპისა, რომ მოძრაობა არ არის თავისუფალი, რომ სამყარო აწესებს ლიმიტებს, რომ არსებობს საზღვრები, რომლებიც არ შეიძლება გადალახოთ. მაგრამ სინათლის სიჩქარის საზღვარი არის სხვა, ის არ არის წინააღმდეგობა, რომელიც ანელებს თქვენს, ის არის თავად სივრცე-დროის სტრუქტურის თვისება, რომელიც აკეთებს გადალახვას არა მხოლოდ რთულს, არამედ ონტოლოგიურად შეუძლებელს. ისტორია იწყება 1895 წელს, როცა ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა ჰენდრიკ ლორენცმა დაიწყო ფიქრი უცნაურ პრობლემაზე. მეცნიერები იმ დროს იცოდნენ, რომ სინათლე არის ტალღა, ელექტრომაგნიტური რხევა, რომელიც ვრცელდება სივრცეში. მაგრამ ყველა ტალღა, რომელიც მათ იცოდნენ, ხმის ტალღები, წყლის ტალღები, საჭიროებდა საშუალებას, რომელშიც გავრცელდებოდა. ხმა საჭიროებს ჰაერს. წყლის ტალღები საჭიროებენ წყალს. მაშ რა საჭიროებს სინათლე? მეცნიერებმა დაარქვეს ამ ჰიპოთეტურ საშუალებას ეთერი რუხილავი, უწონო ნივთიერება, რომელიც ავსებს მთელ სივრცეს და რომელშიც სინათლე ვრცელდება. ისინი წარმოიდგენდნენ, რომ დედამიწა მოძრაობს ამ ეთერში როგორც გემი ოკეანეში და რომ ეს მოძრაობა უნდა იყოს გამოვლენილი სინათლის სიჩქარის გაზომვით სხვადასხვა მიმართულებით. 1887 წელს ალბერტ მაიკელსონმა და ედვარდ მორლიმ ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი ფიზიკის ისტორიაში. ისინი ააშენეს ულტრამგრძნობიარე ინტერფერომეტრი, ხელსაწყო, რომელიც შეეძლო გაეზომა სინათლის სიჩქარე უზარმაზარი სიზუსტით და ეძებდნენ განსხვავებას სინათლის სიჩქარეში სხვადასხვა მიმართულებით. თუ დედამიწა მოძრაობდა ეთერში, სინათლე უნდა მოძრაობდეს სწრაფად მოძრაობის მიმართულებით და ნელა საპირისპირო მიმართულებით, ისევე როგორც ხმა მოძრაობს სწრაფად ქარის მიმართულებით და ნელა ქარის წინააღმდეგ. მაგრამ ის, რაც მათ აღმოაჩინეს, იყო შოკის მომგვრელი, არანაირი განსხვავება. სინათლე მოძრაობდა ზუსტად იმავე სიჩქარით ყველა მიმართულებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოძრაობდა დედამიწა. ეს იყო შედეგი, რომელიც არ ჰქონდა აზრი. ეს იყო როგორც თუ გაიაროთ მდინარეში და აღმოაჩინოთ, რომ წყალი მოძრაობს იმავე სიჩქარით თქვენს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მიმართულებით ცურავთ. წარმოიდგინეთ მაიკელსონისა და მორლის გაოცება, ისინი მოელოდნენ აღმოაჩინონ ეთერი, დაემტკიცებინათ მისი არსებობა და ამის ნაცვლად აღმოაჩინეს რაღაც, რაც არ ვლოდა ყველა ინტუიციას. სინათლე იქცეოდა არა როგორც ტალღა საშუალებაში, არამედ როგორც რაღაც ფუნდამენტურად განსხვავებული, რაღაც, რომლის სიჩქარე იყო აბსოლუტური, უცვლელი, დამოუკიდებელი დამკვირვებლის მოძრაობისგან. ეს იყო კრიზისი ფიზიკაში. ლორენცი ცდილობდა ახსნას ეს შედეგი მათემატიკურად.
მან გამოიყვანა განტოლებები, ის, რასაც დღეს ვუწოდებთ ლორენცის ტრანსფორმაციებს, რომლებიც აღწერდნენ, როგორ უნდა შეცვლილიყო სივრცე და დრო, რომ სინათლის სიჩქარე დარჩენილიყო კონსტანტური. მაგრამ ლორენცი თვლიდა, რომ ეს იყო მხოლოდ მათემატიკური ხრიკი, რაც მუშაობდა განტოლებებში, მაგრამ არ ჰქონდა ფიზიკური რეალობა. შემდეგ მოვიდა ალბერტ აინშტაინი. 1905 წელს ის წელი, რომელსაც ხშირად უწოდებენ სასწაულთა წელს, 26 წლის აინშტაინმა, რომელიც მუშაობდა პატენტების ოფისში ბერნში, შვეიცარიაში, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ელექტროდინამიკის შესახებ მოძრავ სხეულებში. ეს იყო სტატია, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. აინშტაინი არ იყო უბრალოდ მათემატიკოსი. ის იყო ფილოსოფი, რომელიც ფიქრობდა ფუნდამენტურ კითხვებზე, რა არის დრო? რა არის სივრცე? რა ნიშნავს ორი მოვლენა იყოს ერთდროული? და მან გააცნობიერა რაღაც რევოლუციური, ერთდროულობა არ არის აბსოლუტური. ის არის ფარდობითი, დამოკიდებული დამკვირვებლის მოძრაობაზე. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მატარებლის სადგურზე და უყურებთ, როგორ გადის მატარებელი. ვინმე მატარებლის შუაში ანთებს ფარას. სინათლე ვრცელდება ორივე მიმართულებით, წინ და უკან, და აღწევს მატარებლის ორივე ბოლოს ერთდროულად მატარებელში მყოფი ადამიანისთვის. მაგრამ თქვენთვის, რომელიც დგახართ სადგურზე, მატარებელი მოძრაობს და სინათლე, რომელიც მიემართება უკან, უნდა გაიაროს უფრო მოკლე მანძილი, ვიდრე სინათლე, რომელიც მიემართება წინ. ასე რომ თქვენთვის ეს ორი მოვლენა არ არის ერთდროული. ეს არის ფარდობითობის არსი, ის, რაც ერთდროულია ერთი დამკვირვებლისთვის, არ არის ერთდროული მეორისთვის. და ეს არ არის ილუზია, ორივე დამკვირვებელი მართალია თავისი საცნობარო ჩარჩოსთვის. რეალობა არ არის აბსოლუტური, ის არის ფარდობითი, დამოკიდებული თქვენს მოძრაობაზე. მაგრამ აინშტაინი წავიდა უფრო შორს. მან თქვა, თუ სინათლის სიჩქარე არის კონსტანტური ყველა დამკვირვებლისთვის, მაშინ სივრცე და დრო უნდა იყოს ცვლადი. როცა მოძრაობთ, დრო ნელდება. სივრცე იკუმშება. მასა იზრდება. და რაც უფრო სწრაფად მოძრაობთ, მით უფრო ძლიერია ეს ეფექტები. წარმოიდგინეთ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც აჩქარებს. ჯერ ის მოძრაობს 10,000 კილომეტრი/წამში, 1/13 სინათლის სიჩქარისა. ეფექტები თითქმის შეუმჩნეველია. შემდეგ ის აღწევს 100,000 კილომეტრ/წამში, 1/13 სინათლის სიჩქარისა. დრო ნელდება 6%-ით ყოველ საათზე, რომელიც გადის ხომალდზე, დედამიწაზე გადის 1 საათი და 3 წუთი. შემდეგ ის აღწევს 200,000 კილომეტრ/წამში, 2/13 სინათლის სიჩქარისა. დრო ნელდება 25%-ით. მასა იზრდება 25%-ით. სივრცე იკუმშება 25%-ით მოძრაობის მიმართულებით. და რაც უფრო ახლოვდებით სინათლის სიჩქარეს, მით უფრო ექსტრემალური ხდება ეს ეფექტები. 90% სინათლის სიჩქარისა დრო ნელდება 2-ჯერ. 99% 7-ჯერ. 99,9% 22-ჯერ. 99,99% 70-ჯერ. ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ ვარსკვლავს ღამისცაზე, თქვენ ხედავთ სინათლეს, რომელიც მოგზაურობდა წლების, ათწლეულების, საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ თავად ფოტონისთვის, სინათლის ნაწილაკისთვის არ გასულა დრო. ფოტონი მოძრაობს სინათლის სიჩქარით და ამ სიჩქარეზე დრო ჩერდება სრულიად. ფოტონისთვის მისი გამოსხივება ვარსკვლავიდან და მისი შთანთქმა თქვენს თვალში ხდება ერთდროულად, ნული დრო გადის მის საცნობარო ჩარჩოში. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დროის დილატაციას, დროის გაჭიმას მოძრაობის გამო. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ეფექტი, ეს არის ფუნდამენტური თვისება სივრცე დროისა. დრო არ არის აბსოლუტური, ის არის ფარდობითი, დამოკიდებული თქვენს მოძრაობაზე. და როცა მიუახლოვდებით სინათლის სიჩქარეს, რაღაც უცნაური იწყება. თქვენი მასა იზრდება. არა იმიტომ, რომ ემატება მატერია, არამედ იმიტომ, რომ თავად ენერგია, რომელიც გაქვთ მოძრაობის გამო, ხდება მასა. აინშტაინის ცნობილი განტოლება, ენერგია უდრის მასას გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე, ამბობს, რომ მასა და ენერგია არის ერთი და იგივე, ორი ფორმა ერთი ფუნდამენტური რაღაცისა. როცა აჩქარებთ, თქვენი კინეტიკური ენერგია იზრდება და ეს ენერგია ხდება მასა. და რაც უფრო სწრაფად მოძრაობთ, მით მეტი ენერგია გჭირდებათ შემდგომი აჩქარებისთვის, რადგან თქვენი მასა იზრდება. ეს არის თვითგამაძლიერებელი ციკლი, მეტი სიჩქარე ნიშნავს მეტ მასას, რაც ნიშნავს მეტ ენერგიას შემდგომი აჩქარებისთვის, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ მასას. და როცა მიაღწევთ სინათლის სიჩქარეს ზუსტად 299,792 კილომეტრ/წამში, თქვენი მასა ხდება უსასრულო.
ენერგია, რომელიც საჭიროა თქვენი შემდგომი აჩქარებისთვის, ხდება უსასრულო. დრო ჩერდება სრულიად და სივრცე იკუმშება ნულამდე მოძრაობის მიმართულებით. ეს არის აბსოლუტური საზღვარი, არა იმიტომ, რომ რაღაც კრძალავს მას, არამედ იმიტომ, რომ თავად მათემატიკა, რომელიც აღწერს რეალობას, ხდება უსასრულო. სინათლის სიჩქარე არ არის უბრალოდ ლიმიტი, ის არის ასიმპტოტა, საზღვარი, რომელსაც შეგიძლიათ უსასრულოდ მიუახლოვდეთ, მაგრამ არასოდეს მიაღწიოთ. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობთ გახსნათ კარი, რომელიც ჩაკეტილია და ის არ იხსნება, თქვენ განიცდით მსგავს ფრუსტრაციას, არსებობს საზღვარი, რომელიც არ შეიძლება გადალახოთ, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერად ცდილობთ. მაგრამ სინათლის სიჩქარის საზღვარი არის უფრო ფუნდამენტური, ის არ არის ფიზიკური დაბრკოლება, ის არის თავად სივრცე-დროის სტრუქტურის თვისება. და თუ შეეცდებოდით გადალახოთ ეს საზღვარი, თუ რაიმე გზით შეძლებდით დაამატოთ მხოლოდ 1 კილომეტრი წამში სინათლის სიჩქარეს, მათემატიკა იძლევა შედეგებს, რომლებიც არ აქვს აზრი. თქვენი მასა გახდება წარმოსახვითი რიცხვი, კვადრატული ფესვი უარყოფითი რიცხვიდან, რაღაც, რაც არ არსებობს რეალურ სამყაროში. დრო დაიწყებს უკუსვლას, არა შენელებას, არა გაჩერებას, არამედ ნამდვილ უკუსვლას, როცა მიზეზი მოდის შედეგის შემდეგ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კაუზალურობის დარღვევას ფუნდამენტური პრინციპისა, რომ მიზეზი წინ უსწრებს შედეგს. და სამყარო არ იძლევა ამის საშუალებას, არა იმიტომ, რომ არსებობს კანონი, არამედ იმიტომ, რომ თავად სივრცე-დროის სტრუქტურა აკეთებს ამას შეუძლებელს. ყოველი მცდელობა, რომ დააჩქაროთ ნაწილაკი სინათლის სიჩქარეს მიღმა, გარდაქმნის მას შავხრელად, წერტილად, სადაც მასა ხდება ისეთი კონცენტრირებული, რომ გრავიტაცია ხდება უსასრულო, სივრცე იხრება უსასრულოდ და არაფერი, თვით სინათლე, ვერ გაექცევა. მაგრამ ეს შავი ხვრელი არ იქნება სტაბილური, ის მყისიერად აორთქლდება ჰოკინგის გამოსხივებაში, გაქრება ენერგიის ფეთქებაში, რომელიც დატოვებს მხოლოდ ეხოს იმისა, რაც შეეცადა დაარღვიოს ფუნდამენტური საზღვარი. სინათლის სიჩქარე არ არის უბრალოდ ლიმიტი, ის არის თავად რეალობის სტრუქტურის განმსაზღვრელი პარამეტრი. ის არის ის, რაც აკავშირებს სივრცეს დროსთან, მასას ენერგიასთან, მიზეზს შედეგთან. ის არის ის, რაც აკეთებს სამყაროს კაუზალურს, თანმიმდევრულს, გასაგებს. და ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ სინათლეს, მზის სხივს, რომელიც ეცემა თქვენს სახეს, ვარსკვლავს, რომელიც ანათებს ღამის ცაზე, თქვენ ხედავთ მესენჯერს, რომელიც მოგზაურობს ამ აბსოლუტურ სიჩქარეზე, ამ ფუნდამენტურ საზღვარზე, რომელიც განსაზღვრავს თავად რეალობის ბუნებას. სინათლე არ არის უბრალოდ ნათება, ის არის თავად სივრცე-დროის ქსოვილის მესენჯერი, რომელიც ავლენს მის სტრუქტურას, მის ლიმიტებს, მის ფუნდამენტურ თვისებებს. რეალობა არ არის აბსოლუტური, ის არის ფარდობითი და მოკიდებული თქვენს მოძრაობაზე, თქვენს სიჩქარეზე, თქვენს ადგილზე სივრცე-დროის ქსოვილში. და ამ ფარდობითობის ცენტრში დგას ერთი აბსოლუტური კონსტანტა, სინათლის სიჩქარე, რომელიც არის იგივე ყველა დამკვირვებლისთვის, ყველა საცნობარო ჩარჩოსთვის, ყველა წერტილში სამყაროში. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფარდობითობას, თეორიას, რომელიც ამბობს, რომ სივრცე და დრო არ არის დამოუკიდებელი, არამედ ერთი ქსოვილის ორი მხარე, რომელიც იხრება, იჭიმება, გარდაიქმნება მოძრაობის და გრავიტაციის ქვეშ. და ამ ქსოვილის სტრუქტურა განსაზღვრავს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რა არის ფიზიკურად შესაძლებელი და რა არის ონტოლოგიურად შეუძლებელი. სინათლის სიჩქარე არ არის უბრალოდ ლიმიტი, ის არის ფანჯარა რეალობის ბუნებაში, რომელიც ავლენს, რომ სამყარო არის არა კოლექცია ობიექტებისა სივრცეში და დროში, არამედ ერთი ქსოვილი, სადაც სივრცე, დრო, მასა, ენერგია, მოძრაობა, ყველაფერი არის ურთიერთდაკავშირებული, ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთგანმსაზღვრელი. მაგრამ რატომ ზუსტად 299.792 კილომეტრი წამში? რა განსაზღვრავს ამ კონკრეტულ რიცხვს, რატომ არა 200.000 ან 300.000? წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის უზარმაზარი საათი, რომლის მექანიზმი დამალულია ჩვენგან, მაგრამ რომლის ტიკ-ტაკი ისმის ყველა ფიზიკურ პროცესში. სინათლის სიჩქარე არის ამ საათის ძირითადი რიტმი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ელექტრული და მაგნიტური ველები, როგორ ვრცელდება ენერგია სივრცეში, როგორ აკავშირებს სივრცე-დრო მოვლენებს ერთმანეთთან. ეს რიცხვი გამომდინარეობს ორი ფუნდამენტური კონსტანტიდან, ელექტრული მუდმივა და მაგნიტური გამტარობა ვაკუუმისა, რომლებიც ერთად განსაზღვრავენ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ელექტრომაგნიტურ ტალღას გავრცელება ცარიელ სივრცეში. წარმოიდგინეთ ორი ძალა, რომლებიც ცეკვავენ ერთმანეთთან, ელექტრული ველი და მაგნიტური ველი. როცა ელექტრული ველი იცვლება, ის ქმნის მაგნიტურ ველს. როცა მაგნიტური ველი იცვლება, ის ქმნის ელექტრულ ველს. ეს ორი ველი ურტყამენ ერთმანეთს, ქმნიან ტალღას, რომელიც ვრცელდება სივრცეში და ამ ტალღის სიჩქარე განსაზღვრულია იმით, თუ რამდენად ძლიერად ურთიერთქმედებენ ეს ორი ველი.
ეს არის სინათლე, თვითგამრავლებადი ტალღა ელექტრული და მაგნიტური ენერგიისა, რომელიც მოძრაობს სიჩქარით, რომელიც განსაზღვრულია თავად სივრცის თვისებებით. ყოველ ჯერზე, როცა ათრევთ ქვას წყალში და ხედავთ წრეებს, რომლებიც ვრცელდებიან, ხედავთ მსგავს პრინციპს. ტალღის სიჩქარე განსაზღვრულია წყლის თვისებებით, მისი სიმკვრივით, მისი დაძაბულობით, მისი სიღრმით. ისევე როგორც წყალი განსაზღვრავს ტალღის სიჩქარეს, სივრცე განსაზღვრავს სინათლის სიჩქარეს. არა იმიტომ, რომ სივრცე არის საშუალება ძველი გაგებით, არამედ იმიტომ, რომ სივრცე თავად არის დინამიური ქსოვილი, რომელსაც აქვს თვისებები, სტრუქტურა, კანონები. მაგრამ აქ იწყება ყველაზე გასაოცარი ნაწილი, რომელიც ავლენს, რომ სინათლის სიჩქარე არის არა უბრალოდ ლიმიტი მოძრაობისთვის, არამედ ფუნდამენტური კავშირი მასასა და ენერგიას შორის. აინშტაინის ცნობილი განტოლება ენერგია უდრის მასას გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე, ამბობს რაღაც შოკის მომგვრელს, მასა და ენერგია არის ერთი და იგივე. ისინი არის ორი ფორმა ერთი ფუნდამენტური რაღაცისა და კონვერსიის კოეფიციენტი მათ შორის არის სინათლის სიჩქარის კვადრატი. წარმოიდგინეთ ყინული და წყალი, ორი ფორმა ერთი ნივთიერებისა. ყინული არის მყარი, წყალი არის თხევადი, მაგრამ ორივე არის ორიო. ისევე როგორც ყინული შეიძლება გადაიქცეს წყლად ტემპერატურის ცვლილებით, მასა შეიძლება გადაიქცეს ენერგიად და პირიქით და კონვერსიის ტემპერატურა არის სინათლის სიჩქარის კვადრატი. ეს რიცხვი 299,792 კილომეტრი წამში კვადრატში არის დაახლოებით 9 გამრავლებული 16 ხარისხში მეტრი კვადრატში წამში კვადრატში. ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რომელიც ნიშნავს, რომ მცირე რაოდენობა მასისა შეიცავს უზარმაზარ რაოდენობას ენერგიისა. 1 კილოგრამი მატერია, დაახლოებით 1 ლიტრი წყლის წონა, შეიცავს ენერგიას, რომელიც ტოლია 21 მეგატონა ტროტილის, ენერგიას, რომელიც საკმარისია მთელი ქალაქის განადგურებისთვის. ეს ენერგია მალულია მატერიის სტრუქტურაში, ატომების ბირთვებში, კვარკებში, თავად სივრცე-დროის ქსოვილში. ყოველ ჯერზე, როცა ანთებთ სანთელს და ხედავთ ალს, ხედავთ ამ კონვერსიის პატარა ეხოს. ცვილი იწვის, მისი მოლეკულები იშლება და მცირე რაოდენობა მასისა, დაახლოებით 1 მილიარდი კილოგრამი, გარდაიქმნება სინათლედ და სითბოდ. ეს არის მოქმედებაში, მასა ხდება ენერგია ხდება სინათლე ავსებს ოთახს. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ დაარღვიოთ ეს ფუნდამენტური კავშირი, ცდილობთ გადალახოთ სინათლის სიჩქარე. რა მოხდება მათემატიკურად? ლორენცის ტრანსფორმაციები, განტოლებები, რომლებიც აღწერენ, როგორ იცვლება დრო, სივრცე და მასა მოძრაობის დროს, შეიცავენ ერთ კრიტიკულ ტერმინს, კვადრატული ფესვი ერთიდან გამოკლებული თქვენი სიჩქარის კვადრატი გაყოფილი სინათლის სიჩქარის კვადრატზე. როცა თქვენი სიჩქარე არის 0, ეს ტერმი არის 1, არანაირი ეფექტი. როცა თქვენი სიჩქარე იზრდება, ეს ტერმი მცირდება, ეფექტები იზრდება. როცა თქვენი სიჩქარე უახლოვდება სინათლის სიჩქარეს, ეს ტერმი უახლოვდება 0-ს, ეფექტები უახლოვდებიან უსასრულობას. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენი სიჩქარე გადააჭარბებს სინათლის სიჩქარეს? მაშინ თქვენი სიჩქარის კვადრატი გაყოფილი სინათლის სიჩქარის კვადრატზე გახდება მეტი 1-ზე. 1-დან გამოკლებული ეს რიცხვი გახდება უარყოფითი. და კვადრატული ფესვი უარყოფითი რიცხვიდან არის წარმოსახვითი რიცხვი, რომელიც შეიცავს ეს კვადრატულ ფესვს -1-დან, რიცხვი, რომელიც არ არსებობს რეალურ რიცხვთა ხაზზე. წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ გაზომოთ მანძილი რუკაზე და მიიღებთ წარმოსახვით რიცხვს, ეს არ ნიშნავს, რომ მანძილი არის წარმოსახვითი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გაზომის მეთოდი გატყდა, რომ თქვენ ცდილობთ გაზომოთ რაღაცს, რაც არ არსებობს იმ გზით, როგორც ფიქრობთ. ისევე როგორც წარმოსახვითი მანძილი, წარმოსახვითი მასა ნიშნავს, რომ თქვენ ცდილობთ აღწეროთ რაღაც, რაც არ არსებობს რეალურ სამყაროში, ობიექტი, რომელიც მოძრაობს სწრაფად ვიდრე სინათლე. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათემატიკური პრობლემა, ეს არის ფიზიკური შეუძლებლობა. წარმოსახვითი მასა ნიშნავს, რომ ობიექტი აღარ ურთიერთქმედებს გრავიტაციულად ნორმალურად. წარმოსახვითი დრო ნიშნავს, რომ კაუზალურობა იშლება, მიზეზი და შედეგი იცვლებიან ადგილებს. წარმოსახვითი სივრცე ნიშნავს, რომ თავად გეომეტრია ხდება აბსურდული. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობთ გაყოთ 0-ზე კალკულატორზე და მიიღებთ შეცდომას, ხედავთ მსგავს პრინციპს. მათემატიკა გეუბნებათ, ეს ოპერაცია არ არის განსაზღვრული, არა იმიტომ, რომ კალკულატორი სუსტია, არამედ იმიტომ, რომ თავად ოპერაცია არ აქვს მნიშვნელობა. ისევე როგორც გაყოფა 0-ზე, მოძრაობა სწრაფად ვიდრე სინათლე არ არის განსაზღვრული, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ ავაგოთ ძრავა, არამედ იმიტომ, რომ თავად კონცეფცია არ აქვს მნიშვნელობა რეალურ სამყაროში. და აქ არის ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება, რომელიც აკავშირებს სინათლის სიჩქარეს კაუზალურობასთან, დროის ისრისთან, თავად რეალობის სტრუქტურასთან.
წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გაგზავნოთ სიგნალი სწრაფად ვიდრე სინათლე, მესიჯი, რომელიც მოძრაობს 300.001 კილომეტრ/წამში. ეს სიგნალი მიაღწევდა დანიშნულების ადგილს უფრო სწრაფად ვიდრე სინათლე. მაგრამ ფარდობითობის თეორიის თანახმად სხვადასხვა დამკვირვებლებისთვის, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით, ეს სიგნალი მოძრაობდა დროში უკან. წარმოიდგინეთ ორი კოსმოსური ხომალდი, ერთი მოძრაობს დედამიწიდან მარსისკენ, მეორე მოძრაობს მარსიდან დედამიწისკენ. თქვენ დედამიწაზე გაგზავნით სწრაფ ვიდრე სინათლე სიგნალს მარსზე. პირველი ხომალდისთვის ის, რომელიც მოძრაობს დედამიწიდან მარსისკენ, სიგნალი მოძრაობს წინ დროში ნორმალურად. მაგრამ მეორე ხომალდისთვის ის, რომელიც მოძრაობს მარსიდან დედამიწისკენ, სიგნალი მოძრაობს უკან დროში. ისინი ხედავენ, რომ სიგნალი მიაღწია მარსს უფრო ადრე ვიდრე თქვენ გაგზავნეთ ის დედამიწიდან. ეს არის კაუზალურობის დარღვევა, შედეგი წინ უსწრებს მიზეზს. და თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, თქვენ შეძლებდით შექმნათ დროის პარადოქსები, სადაც ეფექტი აუქმებს საკუთარ მიზეზს, სადაც ინფორმაცია მოძრაობს უსასრულო ციკლში, სადაც თავად ლოგიკა იშლება. ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ ფილმს, სადაც პერსონაჟი მოგზაურობს წარსულში და ცვლის მოვლენებს, ხედავთ ამ პარადოქსების ფიქციურ ვერსიას. მაგრამ რეალურ სამყაროში სამყარო არ იძლევა ამის საშუალებას, არა იმიტომ, რომ არსებობს დროის პოლიცია, არამედ იმიტომ, რომ თავად სივრცე დროის სტრუქტურა აკეთებს კაუზალურობის დარღვევას შეუძლებელს. და აქ ვახცევთ ყველაზე ფუნდამენტურ დონეს, სადაც სინათლის სიჩქარე ხდება არა უბრალოდ ლიმიტი, არამედ თავად რეალობის არქიტექტურის ნაწილი. წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის უზარმაზარი კომპიუტერი, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას, ითვლის მომავალს წარსულიდან, ინარჩუნებს კაუზალურობას. ამ კომპიუტერს აქვს მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ერთი წერტილიდან მეორეში. ეს საათის სიჩქარე არის სინათლის სიჩქარე. ყოველი ურთიერთქმედება, ყოველი ძალა, ყოველი ველი, ყოველი ნაწილაკი ავრცელებს ინფორმაციას ამ მაქსიმალურ სიჩქარეზე, ან უფრო ნელა. გრავიტაცია ვრცელდება სინათლის სიჩქარით, თუ მზე უეცრად გაქრებოდა, დედამიწა გააგრძელებდა ბრუნვას მის გარშემო 8 წუთის განმავლობაში, სანამ გრავიტაციული ცვლილება არ მიაღწევდა ჩვენამდე. ელექტრომაგნიტური ძალა ვრცელდება სინათლის სიჩქარით, როცა ანთებთ ლამპას, ელექტრული სიგნალი მოძრაობს მავთულში თითქმის სინათლის სიჩქარით. თუნდაც ძლიერი ბირთვული ძალა, რომელიც ინარჩუნებს ატომის ბირთვს, ავრცელებს ინფორმაციას არა უფრო სწრაფად ვიდრე სინათლე. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ინარჩუნებს კაუზალურობას, ინარჩუნებს ლოგიკას, ინარჩუნებს თავად რეალობის თანმიმდევრულობას. თუ ინფორმაცია შეძლებდა გავრცელდეს სწრაფად ვიდრე სინათლე, კაუზალურობა დაირღვეოდა, მიზეზი და შედეგი შეიძლებოდა შეცვლილიყო, დრო შეიძლებოდა მოძრაობდეს უკან, რეალობა გახდებოდა არათანმიმდევრული. წარმოიდგინეთ ინტერნეტი, სადაც ინფორმაცია მოძრაობს სხვადასხვა სიჩქარით, ზოგი მესიჯი მიდის სწრაფად, ზოგი ნელა, ზოგი ისე სწრაფად, რომ ჩამოდის უფრო ადრე ვიდრე გაიგზავნა. ეს იქნებოდა ქაოსი, შეუძლებელი იქნებოდა შენარჩუნება თანმიმდევრული საუბრის, შეუძლებელი იქნებოდა გაგება, რა მოხდა პირველად და რა მეორედ. ისევე როგორც ინტერნეტი საჭიროებს თანმიმდევრულობას, სამყარო საჭიროებს კაუზალურობას და სინათლის სიჩქარე არის ის, რაც უზრუნველყოფს ამას. ყოველ ჯერზე, როცა ელოდებით პასუხს მესიჯზე და იცით, რომ ის არ შეიძლება მოვიდეს უფრო სწრაფად ვიდრე ინტერნეტის სიჩქარე, განიცდით მსგავს ლიმიტს. ინფორმაციას სჭირდება დრო გავრცელებისთვის და ეს დრო განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება იყოს კაუზალურად დაკავშირებული. სამყაროში ინფორმაციას სჭირდება დრო გავრცელებისთვის სინათლის სიჩქარით და ეს განსაზღვრავს, თუ რა მოვლენები შეიძლება იყოს კაუზალურად დაკავშირებული. და ეს გვასწავლის რაღაც ფუნდამენტურს, რომ სინათლის სიჩქარე არის არა შემთხვევითი ლიმიტი, არამედ ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რეალობა იყოს თანმიმდევრული, კაუზალური, გასაგები. ის არის ის, რაც აკავშირებს სივრცეს დროსთან, მასას ენერგიასთან, მიზეზს შედეგთან, ის არის ის, რაც აკეთებს სამყაროს არა ქაოსურს, არამედ კოსმოსურს, არა შემთხვევითს, არამედ კანონზომიერს. და ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ სინათლეს, ვარსკვლავის ნათებას, რომელიც მოგზაურობდა მილიონობით წლების განმავლობაში, რომ მიაღწიოს თქვენს თვალს, თქვენ ხედავთ მესენჯერს, რომელიც მოძრაობს ამ ფუნდამენტურ სიჩქარეზე, ამ კოსმიურ საათის სიჩქარეზე, რომელიც განსაზღვრავს თავად რეალობის რიტმს. სინათლე არ არის უბრალოდ ნათება, ის არის თავად დროის მესენჯერი, სივრცის მესენჯერი, კაუზალურობის მესენჯერი, ის არის ის, რაც აკავშირებს წარსულს მომავალთან, მიზეზს შედეგთან, ერთ მოვლენას მეორესთან. რეალობა არ არის აბსოლუტური, ის არის ფარდობითი და მოკიდებული თქვენს მოძრაობაზე, თქვენს სიჩქარეზე, თქვენს ადგილზე სივრცე-დროის ქსოვილში.
მაგრამ ამ ფარდობითობის ცენტრში დგას ერთი აბსოლუტური კონსტანტა, სინათლის სიჩქარე, რომელიც არის იგივე ყველა დამკვირვებლისთვის, ყველა საცნობარო ჩარჩოსთვის, ყველა წერტილში სამყაროში. ეს არის ის, რაც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან, რაც ქმნის ერთიან ქსოვილს სივრცე დროისა, რაც აკეთებს სამყაროს არა კოლექციას იზოლირებული მოვლენებისა, არამედ ერთ ურთიერთდაკავშირებულ მთლიანობას, სადაც ყველაფერი, სივრცე, დრო, მასა, ენერგია, მოძრაობა, კაუზალურობა არის ნაწილი ერთი დიდი სიმფონიისა, რომლის დირიჟორი არის სინათლის სიჩქარე, 299.792 კილომეტრი/წამში, აბსოლუტური, უცვლელი, მარადიული. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ უზარმაზარი ბიბლიოთეკის შუაგულში, ბიბლიოთეკა, სადაც თითოეული წიგნი აღწერს ერთ ფიზიკურ კანონს, ერთ მათემატიკურ ფორმულას, ერთ ბუნების საიდუმლოს. თქვენ იღებთ ერთ წიგნს, სინათლის სიჩქარე და იწყებთ კითხვას. 299.792 კილომეტრი/წამში. აბსოლუტური ლიმიტი. კაუზალურობის მცველი. მაგრამ შემდეგ რაღაც უცნაური ხდება. თქვენ იღებთ მეორე წიგნს, ხმის სიჩქარე და ხედავთ მსგავს პრინციპს. მესამე წიგნი, ინფორმაციის გავრცელება, ისევ იგივე სტრუქტურა. მეოთხე, ნერვული იმპულსი, იგივე ლოგიკა. მეხუთე, სოციალური ცვლილება, იგივე ლიმიტი. მეექვსე, აზრის ფორმირება, იგივე საზღვარი. თქვენ ხვდებით, რომ ეს არ არის სხვადასხვა წიგნები. ეს არის ერთი და იგივე წიგნი, დაწერილი სხვადასხვა ენაზე, მოთხრობილი სხვადასხვა მასშტაბით, გამოვლენილი სხვადასხვა კონტექსტში. და ეს წიგნი ამბობს ერთ უბრალო, მაგრამ ღრმა ჭეშმარიტებას: სამყარო არის არა კოლექცია შემთხვევითი ლიმიტებისა, არამედ ერთიანი სისტემა, სადაც იგივე პრინციპი საზღვრის, პრინციპი მაქსიმალური სიჩქარის, პრინციპი ინფორმაციის გავრცელების, მუშაობს ყველა დონეზე, ატომიდან გალაქტიკამდე, წამიდან საუკუნემდე, ფიზიკიდან მეტაფიზიკამდე. დავიწყოთ ყველაზე ნაცნობი მასშტაბიდან, ხმის სიჩქარიდან. ყოველ ჯერზე, როცა ისმენთ ქუხილს რამდენიმე წამის შემდეგ ელვის ნახვის შემდეგ, განიცდით ინფორმაციის გავრცელების ლიმიტს. ხმა მოძრაობს ჰაერში დაახლოებით 334 მეტრ/წამში. ეს არის მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც წნევის ტალღა შეიძლება გავრცელდეს ჰაერის მოლეკულებში. ეს სიჩქარე განსაზღვრულია ჰაერის თვისებებით, მისი ტემპერატურით, მისი სიმკვრივით, მისი შედგენილობით, ისევე როგორც სინათლის სიჩქარე განსაზღვრულია სივრცის თვისებებით. როცა თვითმფრინავი აჩქარებს და უახლოვდება ხმის სიჩქარეს, რაღაც უცნაური იწყება. ჰაერი იწყებს დაგროვებას თვითმფრინავის წინ, ვერ ახერხებს გაქცევას საკმარისად სწრაფად. წნევა იზრდება, ტემპერატურა იზრდება, ტურბულენტობა ხდება ექსტრემალური. როცა თვითმფრინავი გადალახავს ხმის ბარიერს, როცა მიაღწევს 334 მეტრ/წამში, ის ქმნის ხმოვან ბუმს, შოკურ ტალღას, რომელიც ვრცელდება როგორც კონუსი მის უკან. ეს არის ფიზიკური მანიფესტაცია საზღვრის გადალახვისა, მანიფესტაცია, რომელიც ავლენს, რომ ლიმიტები არ არის თვითნებური, არამედ ფუნდამენტური თვისებების საშუალების. მაგრამ აქ არის კრიტიკული განსხვავება: ხმის ბარიერი შეიძლება გადალახოთ. თვითმფრინავს შეუძლია მოძრაობა სწრაფად ვიდრე ხმა, რადგან ხმა არის მხოლოდ ტალღა საშუალებაში, თვითმფრინავი თავად არ არის ნაწილი ამ ტალღისა. მაგრამ სინათლის ბარიერი განსხვავებულია, სინათლე არ არის უბრალოდ ტალღა სივრცეში, ის არის თავად სივრცე დროის თვისება. თქვენ არ შეგიძლიათ გადალახოთ სინათლის სიჩქარე, რადგან თქვენ თავად ხართ ნაწილი სივრცე დროისა, გადალახვა ნიშნავდა გადალახვას თავად რეალობის სტრუქტურისა. ყოველ ჯერზე, როცა ელოდებით ეხოს მთაში, ყვირით და ისმენთ თქვენს ხმას რამდენიმე წამის შემდეგ, განიცდით ინფორმაციის გავრცელების დაყოვნებას. ხმა მოძრაობს, აღწევს მთას, აირეკლება, ბრუნდება და ყოველი ეს ეტაპი საჭიროებს დროს. ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს კოსმოსურ მასშტაბზე, როცა ელოდებით სიგნალს მარსიდან, ან ხედავთ ვარსკვლავს, რომელიც ანათებდა 1000 წლის წინ. ინფორმაციას სჭირდება დრო გავრცელებისთვის და ეს დრო განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა შეიძლება იყოს კაუზალური, რა შეიძლება იყოს ერთდროული. ახლა გადავიდეთ უფრო ღრმა დონეზე, ბიოლოგიურ დონეზე. თქვენი ნერვული სისტემა, ქსელი, რომელიც აკავშირებს თქვენს ტვინს თქვენს სხეულთან, მუშაობს ელექტრული იმპულსებით, რომლებიც მოძრაობენ გარკვეულ სიჩქარეზე. ყველაზე სწრაფი ნერვული ბოჭკოები, მიელინიზებული ბოჭკოები, რომლებიც ატარებენ მოტორულ ბრძანებებს, ატარებენ სიგნალებს დაახლოებით 120 მეტრ/წამში. ეს არის თქვენი პირადი სინათლის სიჩქარე, მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს თქვენს სხეულში. ყოველ ჯერზე, როცა ეხებით ცხელ ზედაპირს და მყისიერად იხევთ ხელს, განიცდით ამ ლიმიტს. სიგნალი მოძრაობს თქვენი ხელიდან თქვენს ზურგის ტვინში, დაახლოებით 1 მეტრი, რაც იღებს დაახლოებით 10 მილიწამს. შემდეგ რეფლექსური პასუხი მოძრაობს უკან, კიდევ 10 მილიწამი.
თქვენ იხევთ ხელს დაახლოებით 20 მილიწამის შემდეგ შეხების შემდეგ, არა იმიტომ, რომ თქვენი რეაქცია ნელია, არამედ იმიტომ, რომ ინფორმაციას სჭირდება დრო გავრცელებისთვის თქვენს ნერვულ სისტემაში. ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს კოსმოსურ მასშტაბზე, როცა მზე უეცრად გაქრებოდა, დედამიწა გააგრძელებდა ბრუნვას მის გარშემო 8 წუთის განმავლობაში, რადგან გრავიტაციულ ინფორმაციას სჭირდება 8 წუთი მზიდან დედამიწამდე მოსვლა სინათლის სიჩქარით. თქვენი სხეული და კოსმოსი მუშაობენ იგივე ლოგიკით, ინფორმაციის გავრცელება საჭიროებს დროს და ეს დრო განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს კოორდინირებული, რა შეიძლება იყოს რეაგირებული, რა შეიძლება იყოს ცნობიერი. და აქ არის ღრმა ჭეშმარიტება, თქვენი ცნობიერება, თქვენი გრძნობა ახლას, თქვენი გამოცდილება აწმყოს არის არა მყისიერი, არამედ დაყოვნებული. ინფორმაცია თქვენი თვალებიდან, ყურებიდან, კანიდან მოძრაობს თქვენს ტვინში სხვადასხვა სიჩქარით, ზოგი სიგნალი მოდის სწრაფად, ზოგი ნელა. თქვენი ტვინი აერთიანებს ამ სიგნალებს, ქმნის ერთიან გამოცდილებას, მაგრამ ეს გამოცდილება არის რეკონსტრუქცია, არა პირდაპირი აღქმა. თქვენ ცხოვრობთ დაახლოებით 100 მილიწამში წარსულში, დრო რომელიც საჭიროა ინფორმაციას თქვენს ტვინამდე მოსვლას და დამუშავებას. ყოველ ჯერზე როცა იჭერთ ბურთს, თქვენი ტვინი არ რეაგირებს ბურთის აწმყო პოზიციაზე, არამედ მის პროგნოზირებულ პოზიციაზე, სადაც ის იქნება, როცა თქვენი ხელი მიაღწევს მას. თქვენი ტვინი არის პროგნოზის მანქანა, რომელიც კომპენსირებს ინფორმაციის გავრცელების დაყოვნებას, ქმნის ილუზიას მყისიერობისა. ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს ასტრონომიაში, როცა ასტრონომები ითვლიან პლანეტის ორბიტას, ისინი უნდა გაითვალისწინონ, რომ სინათლე, რომელსაც ხედავენ, არის ძველი, ის გამოსხივდა წარსულში და მოძრაობდა სივრცეში, რომ მიაღწიოს მათ. და ახლა გავფართოვოთ კიდევ უფრო სოციალურ და კულტურულ დონეზე. იდეები, ცოდნა, ინფორმაცია, ისინი ასევე ვრცელდებიან გარკვეულ სიჩქარეზე. ისტორიულად იდეების გავრცელების სიჩქარე იყო შეზღუდული ფიზიკური ტრანსპორტით, წიგნები, რომლებიც მოძრაობდნენ ცხენებზე, გემებზე, ხარავნებში. ახალი აღმოჩენა ერთ ქვეყანაში შეიძლებოდა წლები ან 10 წლეულები დასჭირდა სხვა ქვეყანამდე მისვლას. ეს იყო სინათლის სიჩქარე კულტურული ინფორმაციისთვის ლიმიტი, რომელიც განსაზღვრავდა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლებოდა საზოგადოების ცვლილება, რამდენად სწრაფად შეიძლებოდა ცოდნის გავრცელება. ყოველ ჯერზე, როცა ისწავლით რაღაც ახალს, ახალ უნარს, ახალ კონცეფციას, ახალ პერსპექტივას, თქვენ განიცდით ინფორმაციის გავრცელებას თქვენს გონებაში. ეს არ ხდება მყისიერად, ის საჭიროებს დროს, განმეორებას, ინტეგრაციას. თქვენი ტვინი უნდა შექმნას ახალი ნეირონული კავშირები, უნდა გააძლიეროს ზოგიერთი სინაფსი და შეასუსტოს სხვები, უნდა ინტეგრირდეს ახალი ინფორმაცია არსებულ სტრუქტურებში. ეს პროცესი იღებს დროს, დღეებს, კვირებს, თვეებს და ეს დრო არის თქვენი პირადი სინათლის სიჩქარე სწავლისთვის. და ახლა ციფრული ეპოქის დროს ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე გაიზარდა დრამატულად თითქმის სინათლის სიჩქარემდე. ინტერნეტი ატარებს ინფორმაციას ელექტრული სიგნალებით ოპტიკურ ბოჭკოებში, სიგნალებით, რომლებიც მოძრაობენ დაახლოებით 2/3 სინათლის სიჩქარისა. ახალი აღმოჩენა, ახალი იდეა, ახალი მოვლენა შეიძლება გავრცელდეს მთელ მსოფლიოში წამებში. მაგრამ მაინც არსებობს ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია სინათლის სიჩქარით, ლიმიტი, რომელიც ნიშნავს, რომ ინფორმაცია ნიუ-იორკიდან ტოკიომდე საჭიროებს მინიმუმ 45 მილიწამს, დრო რომელიც საჭიროა სინათლეს დედამიწის გარშემო მოსვლას. ყოველ ჯერზე, როცა აკეთებთ ვიდეოს არს ვინმესთან სხვა კონტინენტზე და ამჩნევთ მცირე დაყოვნებას, განიცდით ამ ლიმიტს. სიგნალი უნდა მოძრაოს თქვენი კომპიუტერიდან სერვერამდე, სერვერიდან სხვა სერვერამდე, ოკეანის გავლით ოპტიკურ კაბელებში და ბოლოს მეორე ადამიანის კომპიუტერამდე. ყოველი ეს ეტაპი საჭიროებს დროს, რომელიც განსაზღვრულია სინათლის სიჩქარით. თქვენ არ შეგიძლიათ ჰქონდეთ ნამდვილად მყისიერი საუბარი ვინმესთან მარსზე, სიგნალი საჭიროებს მინიმუმ 3 წუთს ერთი მიმართულებით, 6 წუთს მთელი საუბრისთვის. ეს არის ფუნდამენტური ლიმიტი, რომელიც განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს რეალურ დროში, რა შეიძლება იყოს ინტერაქტიული, რა შეიძლება იყოს ერთდროული. და აქ ვაღწევთ ყველაზე ღრმა დონეს, ფილოსოფიურ დონეს, სადაც სინათლის სიჩქარე ხდება არა უბრალოდ ფიზიკური ლიმიტი, არამედ მეტაფორა ფუნდამენტური ჭეშმარიტებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რეალობა. ყველა სისტემა, ფიზიკური, ბიოლოგიური, სოციალური, კოგნიტური, აქვს მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს. ეს სიჩქარე განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს კოორდინირებული, რა შეიძლება იყოს კაუზალური, რა შეიძლება იყოს ერთიანი. წარმოიდგინეთ ორკესტრი, ჯგუფი მუსიკოსებისა, რომლებიც უკრავენ ერთად. რომ შექმნან ჰარმონია, ისინი უნდა იყვნენ სინქრონიზებული, ყველა უნდა დაიწყოს და დაასრულოს ერთდროულად, ყველა უნდა მიჰყვეს იგივე ტემპს. მაგრამ სინქრონიზაცია საჭიროებს ინფორმაციის გავრცელებას, ყოველი მუსიკოსი უნდა ისმენდეს სხვებს, უნდა რეაგირებდეს მათ ხმებზე.
და ეს ინფორმაცია ვრცელდება ხმის სიჩქარით დაახლოებით 334 მეტრს წამში. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ორკესტრი, რომელიც გავრცელებულია ასობით მეტრზე, ვერ შეძლებს სრულყოფილ სინქრონიზაციას, რადგან ხმა უკანა მუსიკოსებიდან საჭიროებს დროს წინა მუსიკოსებამდე მოსვლას. ყოველჯერზე როცა მუშაობთ გუნდში, რომელიც ცდილობს მიაღწიოს საერთო მიზანს, განიცდით მსგავს ლიმიტს. კოორდინაცია საჭიროებს კომუნიკაცია საჭიროებს დროს და ეს დრო განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად შეიძლება გუნდმა რეაგირება, რამდენად სწრაფად შეიძლება ადაპტირება, რამდენად სწრაფად შეიძლება სწავლა. ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს თქვენს ტვინში. ნეირონები, რომლებიც ცდილობენ კოორდინირდნენ, საჭიროებენ ინფორმაციის გავრცელებას და ეს გავრცელება საჭიროებს დროს. და ეს გვასწავლის რაღაც ფუნდამენტურს, რომ ერთიანობა, კოჰერენტობა, სინქრონიზაცია არ არის მყისიერი. ისინი საჭიროებენ დროს, საჭიროებენ ინფორმაციის გავრცელებას, საჭიროებენ კომუნიკაციას. და ეს დრო განსაზღვრულია მაქსიმალური სიჩქარით, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს სისტემაში. იქნება ეს ხმის სიჩქარე ორკესტრში, ნერვული იმპულსის სიჩქარე ტვინში, ან სინათლის სიჩქარე სამყაროში. სინათლის სიჩქარე არის არა უბრალოდ ლიმიტი, ის არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს ერთიანი, რა შეიძლება იყოს კოჰერენტული, რა შეიძლება იყოს სინქრონიზებული. ის არის ის, რაც აკავშირებს ნაწილებს მთლიანობაში, რაც ქმნის სისტემას ელემენტებიდან, რაც აკეთებს სამყაროს არა ქაოსურს, არამედ კოსმოსურს. და ბოლოს, ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. სინათლის სიჩქარე არის არა უბრალოდ რიცხვი, 299,792 კილომეტრი წამში, ის არის თავად რეალობის სტრუქტურის გამოვლენა. ის არის ის, რაც აკავშირებს სივრცეს დროსთან, მასას ენერგიასთან, მიზეზს შედეგთან, ნაწილს მთლიანობასთან. ის არის ის, რაც აკეთებს სამყაროს არა კოლექციას იზოლირებული მოვლენებისა, არამედ ერთ ურთიერთდაკავშირებულ ქსოვილს, სადაც ყველაფერი, ატომი და გალაქტიკა, ნეირონი და ცნობიერება, იდეა და საზოგადოება არის ნაწილი ერთი დიდი სიმფონიისა. ყოველჯერზე როცა ხედავთ სინათლეს, მზის სხივს, რომელიც ეცემა თქვენს სახეს, ვარსკვლავს, რომელიც ანათებს ღამის ცაზე, ეკრანს, რომელიც ანათებს თქვენს ოთახს, თქვენ ხედავთ მესენჯერს, რომელიც მოძრაობს ამ ფუნდამენტურ სიჩქარეზე, ამ კოსმიურ ლიმიტზე, რომელიც განსაზღვრავს თავად რეალობის ბუნებას. სინათლე არ არის უბრალოდ ნათება, ის არის თავად სივრცე-დროის ქსოვილის მესენჯერი, რომელიც ავლენს მის სტრუქტურას, მის ლიმიტებს, მის ფუნდამენტურ თვისებებს. და როცა ვიგებთ, რომ ეს ლიმიტი არ შეიძლება გადალახოთ, რომ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური საზღვარი, ჩვენ ვიგებთ რაღაც ღრმას იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა. რეალობა არის არა უსასრულო, არა შეუზღუდავი, არა თვითნებური. რეალობა აქვს სტრუქტურა, აქვს ლიმიტები, აქვს კანონები, რომლებიც არ არის თვითნებური შეზღუდვები, არამედ ფუნდამენტური თვისებები, რომლებიც აკეთებენ რეალობას თანმიმდევრულს, კაუზალურს, გასაგებს. ყოველჯერზე როცა ცდილობთ რაღაცას და აღმოაჩენთ ლიმიტს, ფიზიკურ ლიმიტს, ბიოლოგიურ ლიმიტს, კოგნიტურ ლიმიტს, თქვენ ეხებით ამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას. ლიმიტები არ არის მტრები, ისინი არის მასწავლებლები, რომლებიც ავლენენ რეალობის სტრუქტურას, რომლებიც გვიჩვენებენ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რა არის ფიზიკურად შესაძლებელი და რა არის ონტოლოგიურად შეუძლებელი. და შესაძლოა ყველაზე ღრმა გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ლიმიტების ქვეშ, არა მხოლოდ ფიზიკური ლიმიტების, არამედ ბიოლოგიური, კოგნიტური, სოციალური, ეგზისტენციალური ლიმიტების. და ისევე როგორც სამყარო არ შეიძლება გადალახოს სინათლის სიჩქარე, ჩვენ არ შეგვიძლია გადალახოთ ჩვენი ფუნდამენტური ლიმიტები, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვართ, რა შეგვიძლია, როგორ ვცხოვრობთ. მაგრამ ამ ლიმიტების შიგნით, ამ საზღვრების შიგნით, არსებობს უსასრულო სივრცე შემოქმედებისთვის, ზრდისთვის, გარდაქმნისთვის. ისევე როგორც სინათლე მოძრაობს მაქსიმალურ სიჩქარეზე და მაინც ქმნის უსასრულო მრავალფეროვნებას, ფერებს, ფორმებს, პატერნებს, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენს ლიმიტებში და მაინც შევქმნათ უსასრულო მრავალფეროვნება, აზრები, გამოცდილებები, მნიშვნელობები. რეალობა არ არის აბსოლუტური, ის არის ფარდობითი და მოკიდებული თქვენს მოძრაობაზე, თქვენს პერსპექტივაზე, თქვენს ადგილზე სივრცე-დროის ქსოვილში. მაგრამ ამ ფარდობითობის ცენტრში დგას ერთი აბსოლუტური კონსტანტა, სინათლის სიჩქარე, რომელიც არის იგივე ყველა დამკვირვებლისთვის, ყველა საცნობარო ჩარჩოსთვის, ყველა წერტილში სამყაროში. ეს არის ის, რაც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან, რაც ქმნის ერთიან ქსოვილს, რაც აკეთებს სამყაროს არა ქაოსურს, არამედ კოსმოსურს, არა შემთხვევით, არამედ კანონზომიერს, არა უაზროს, არამედ მნიშვნელოვანს. და როცა ვდგავართ ღამის ცის ქვეშ და ვხედავთ ვარსკვლავებს, რომელთა სინათლე მოგზაურობდა მილიონობით წლების განმავლობაში, რომ მიაღწიოს ჩვენს თვალებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ წარსულს, არამედ თავად რეალობის სტრუქტურას.
ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო არის არა კოლექცია იზოლირებული წერტილებისა, არამედ ერთი ურთიერთდაკავშირებული ქსოვილი, სადაც ყველაფერი, სივრცე, დრო, მასა, ენერგია, სინათლე, ცნობიერება, არის ნაწილი ერთი დიდი სიმფონიისა, რომლის დირიჟორი არის სინათლის სიჩქარე 299,792 კილომეტრი/წამში, აბსოლუტური, უცვლელი, მარადიული ლიმიტი, რომელიც არ შეზღუდავს, არამედ ათავისუფლებს, რომელიც არ კეტავს, არამედ ხსნის, რომელიც არ ანგრევს, არამედ ქმნის რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სუნთქავთ, ფიქრობთ, გრძნობთ, ხვარობთ, ვეძებთ, პოულობთ რეალობას, რომელიც არის არა ქაოსი, არამედ კოსმოსი, არა შემთხვევითობა, არამედ ჰარმონია, არა უაზრობა, არამედ მნიშვნელობა, რომელიც იწყება სინათლის სიჩქარით და მთავრდება კითხვით, თუ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არსებობს აბსოლუტური ლიმიტი, რომელიც განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა შეიძლება იყოს კაუზალური, რა შეიძლება იყოს ერთიანი, მაშინ რა ლიმიტები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს სიყვარულს, ჩვენს ძიებას მნიშვნელობისა ამ უზარმაზარ, რთულ, ლამაზ სამყაროში, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან, სადაც თქვენ ხართ არა გარეთ, არამედ შიგნით, ნაწილი ამ უსასრულო ცეკვისა, სინათლისა და ჩრდილისა, რომელიც ქმნის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეალობას. 4, 6, 9, 7, 8, 5, 1, 6, 6, 15. რა ლიმიტები განსაზღვრავენ ჩვენს? რა საზღვრები ქმნიან ჩვენს არსებობას, ჩვენს ცნობიერებას, ჩვენს უნარს იყოთ ის, ვინც ვართ? გახსოვთ, როგორ დავიწყეთ, თქვენ, რომელიც წარმოიდგენდით მოგზაურობას სინათლის სიჩქარეზე, ცდილობდით გაიგოთ, რა მოხდებოდა, თუ გადალახავდით 299,792 კილომეტრ/წამში. მაშინ ეს იყო აბსტრაქტული კითხვა, ფიზიკური კურიოზი, მათემატიკური თამაში. ახლა ყველაფერი შეცვლილია. ახლა თქვენ იცით, რომ სინათლის სიჩქარე არის არა უბრალოდ ლიმიტი მოძრაობისთვის, ის არის თავად რეალობის არქიტექტურის ნაწილი, პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა შეიძლება იყოს კაუზალური, რა შეიძლება იყოს ერთიანი. ახლა თქვენ იცით, რომ ეს საზღვარი არის არა შეზღუდვა, არამედ შემოქმედებითი პრინციპი, რომელიც აკეთებს სამყაროს არა ქაოსურს, არამედ კოსმოსურს, არა შემთხვევითს, არამედ მნიშვნელოვანს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც თქვენ ახლა გრძნობთ, არა მხოლოდ იცით, არამედ გრძნობთ, რომ თქვენ თავად ხართ ნაწილი ამ სტრუქტურისა. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობთ აზრს და ის საჭიროებს დროს ფორმირებისთვის, თქვენ განიცდით ინფორმაციის გავრცელების ლიმიტს თქვენს ტვინში. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობთ გაიგოთ რთული კონცეფცია და ის არ ჩაჯდება მყისიერად, თქვენ განიცდით თქვენი პირადი სინათლის სიჩქარის ლიმიტს სწავლისთვის. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობთ შეცვალოთ თქვენი ჩვევა, თქვენი პერსპექტივა, თქვენი იდენტობა და ის საჭიროებს კვირებს ან თვეებს, თქვენ განიცდით ლიმიტს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად შეიძლება ადამიანმა გარდაიქმნას. თქვენ აღარ ხართ გარეთ ამ პრინციპისა, თქვენ ხართ მისი გამოვლენა, მისი განხორციელება, მისი ცოცხალი მაგალითი. და აქ იწყება ნამდვილად ღრმა კითხვები, რომლებსაც არ აქვთ საბოლოო პასუხები, მაგრამ რომელთა დასმა თავისთავად ცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, იყო ცნობიერი, იყო ნაწილი ამ უზარმაზარი, რთული, ლამაზი სამყაროსი. თუ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური ლიმიტი, რომელიც არ შეიძლება გადალახოთ, მიუხედავად იმისა, რამდენი ენერგია გაქვთ, მაშინ რა სხვა ლიმიტები არსებობს, რომლებიც ასევე აბსოლუტურია. რა არის ის საზღვრები ადამიანური ცნობიერებისა, რომლებიც არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური შეზღუდვები, არამედ ფუნდამენტური თვისებები იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. შესაძლოა არსებობს ლიმიტი იმისა, რამდენი ინფორმაცია შეიძლება დაამუშავოს ადამიანურმა ტვინმა, ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია ნეირონების რაოდენობით, სინაფსების სიჩქარით, ენერგიის მოხმარებით. შესაძლოა არსებობს ლიმიტი იმისა, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ნამდვილად დაკავშირებული, ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია ემპათიის სიმძლავრით, ყურადღების რესურსებით, დროის შეზღუდულობით. შესაძლოა არსებობს ლიმიტი იმისა, რამდენად ღრმად შეიძლება ადამიანმა გაიგოს რეალობა, ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი გრძნობების შეზღუდულობით, ჩვენი ლოგიკის სტრუქტურით, ჩვენი ენის შესაძლებლობებით. ან შესაძლოა, და ეს არის უფრო ღრმა შესაძლებლობა, ეს ლიმიტები არ არის აბსოლუტური, არამედ ფარდობითი. ისევე როგორც სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური ფიზიკურ სამყაროში, მაგრამ ფარდობითი სხვადასხვა საცნობარო ჩარჩოებში, შესაძლოა ჩვენი ლიმიტები არის აბსოლუტური ერთ კონტექსტში, მაგრამ ფარდობითი სხვაში. შესაძლოა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ შეუძლებელს დღეს, გახდება შესაძლებელი ხვალ, არა იმიტომ, რომ ლიმიტი გაქრა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიპოვეთ ახალი საცნობარო ჩარჩო, ახალი პერსპექტივა, ახალი გზა ყოფნისა სამყაროში. ყოველ ჯერზე, როცა ისწავლით ახალ ენას და უეცრად იწყებთ ფიქრს ამ ენაზე, თქვენ ცვლით თქვენს საცნობარო ჩარჩოს, თქვენს გზას აღქმისა რეალობისა.
ყოველ ჯერზე როცა ისწავლით ახალ უნარს, მუსიკალურ ინსტრუმენტს, სპორტულ ტექნიკას, მედიტაციურ პრაქტიკას, თქვენ აფართოებთ თქვენ შესაძლებლობებს, თქვენს ლიმიტებს. ის, რაც იყო შეუძლებელი წინ, დაუკრათ რთული მელოდია, შეასრულოთ რთული მოძრაობა, შეინარჩუნოთ ღრმა კონცენტრაცია, ხდება შესაძლებელი შემდეგ. ლიმიტი არ გაქრა, თქვენ გარდაიქმენით, ვითარდით, გაიზარდეთ. ან სხვა კითხვა, რომელიც აკავშირებს ფიზიკას ფილოსოფიასთან, მეცნიერებას მნიშვნელობასთან. თუ სინათლის სიჩქარე არის ის, რაც აკავშირებს სივრცეს დროსთან, მასას ენერგიასთან, მიზეზს შედეგთან, მაშინ რა აკავშირებს ჩვენს წარსულს ჩვენს მომავალთან? რა აკავშირებს ჩვენს გამოცდილებას ჩვენს იდენტობასთან? რა აკავშირებს ჩვენს აზრებს ჩვენს მოქმედებებთან? შესაძლოა არსებობს რაღაც, რისი სახელით ჯერ არ გვაქვს, რაც მუშაობს როგორც სინათლის სიჩქარე ცნობიერებისთვის, როგორც ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აკავშირებს ყველა ასპექტს ჩვენი შინაგანი გამოცდილებისა ერთიან მთლიანობაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცნობიერება არის როგორც სამყარო, სადაც აზრები არის როგორც ვარსკვლავები, ემოციები არის როგორც გალაქტიკები, მოგონებები არის როგორც სინათლე, რომელიც მოგზაურობს წარსულიდან აწმყოსკენ. და ისევე როგორც ფიზიკურ სამყაროში სინათლის სიჩქარე განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს დაკავშირებული, შესაძლოა თქვენს შინაგან სამყაროში არსებობს მსგავსი პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, რა აზრები შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა ემოციები შეიძლება იყოს ინტეგრირებული, რა მოგონებები შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობთ გაიხსენოთ რაღაც და ის საჭიროებს დროს, როცა მოგონება მოდის თანდათან, არა მყისიერად, თქვენ განიცდით ამ პრინციპს. ინფორმაცია თქვენს ტვინში საჭიროებს დროს გავრცელებისთვის, აქტივაციისთვის, ინტეგრაციისთვის. ყოველ ჯერზე, როცა ცდილობთ გაიგოთ რთული იდეა და ის საჭიროებს ინკუბაციას, როცა უნდა დაძინოთ მასზე, დაფიქრდეთ მასზე, დაუთმოთ დრო, თქვენ განიცდით ლიმიტს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად შეიძლება ახალმა იდეამ ინტეგრირდეს თქვენს არსებულ გაგებაში. და შესაძლოა ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება არის ის, რომ ეს ლიმიტები არ არის მტრები, ისინი არის მასწავლებლები, მეგზურები, შემოქმედებითი ძალები. ისევე როგორც სინათლის სიჩქარის ლიმიტი აკეთებს სამყაროს კაუზალურს, თანმიმდევრულს, გასაგებს, ჩვენი პირადი ლიმიტები აკეთებენ ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელოვანს, ჩვენს არჩევანს რეალურს, ჩვენს გამოცდილებას ღირებულს. თუ ყველაფერი იქნებოდა შესაძლებელი მყისიერად, თუ შეგვეძლებოდა ისწავლოთ ყველაფერი ერთ წამში, გაგვეგოთ ყველაფერი ერთ მომენტში, გქონოდა ყველაფერი ერთ ხელის გაწვდენაზე, მაშინ არაფერი იქნებოდა მნიშვნელოვანი, არაფერი იქნებოდა ღირებული, არაფერი იქნებოდა ნამდვილი. და ახლა ჩვენ ვაღწევთ ყველაზე ღრმა დონეს, სადაც ფიზიკა ხდება მეტაფიზიკა, სადაც მეცნიერება ხდება პოეზია, სადაც ცოდნა ხდება სიბრძნე. რას ნიშნავს იყო ადამიანი, არსება, რომელიც შეუძლია იცოდეს, რომ სინათლის სიჩქარე არის 299,792 კილომეტრი წამში. რას ნიშნავს იყო ცნობიერება, პროცესი, რომელსაც შეუძლია გაიგოს, რომ ეს რიცხვი არის არა უბრალოდ ლიმიტი, არამედ თავად რეალობის არქიტექტურის ნაწილი. რას ნიშნავს იყო ნაწილი სამყაროსი, რომელიც აცნობიერებს თავის თავს, რომელიც ეძებს თავის თავს, რომელიც ცდილობს გაიგოს თავისი საკუთარი სტრუქტურა. შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სამყაროს გზა თავის საკუთარი ლიმიტების შესაცნობად გზა, რომ შეეხოს თავის საკუთარ საზღვრებს, გაიგოს თავისი საკუთარი სტრუქტურა, გაოცდეს თავისი საკუთარი ელეგანტურობით. შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ის, რაც ხდება, როცა სამყარო აღწევს საკმარის სირთულეს, რომ შეძლოს თვითრეფლექსია, როცა მატერია ხდება ისეთი ორგანიზებული, რომ შეძლოს ფიქრი საკუთარ თავზე, როცა ენერგია ხდება ისეთი კონცენტრირებული, რომ შეძლოს ცნობიერება საკუთარი არსებობისა. ყოველ ჯერზე, როცა დგახართ ღამის ცის ქვეშ და უყურებთ ვარსკვლავებს, რომელთა სინათლე მოგზაურობდა მილიონობით წლების განმავლობაში, რომ მიაღწიოს თქვენს თვალებს, თქვენ ხართ სამყარო, რომელიც უყურებს თავის თავს. ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს თვალებს, იყვნენ ოდესღაც ვარსკვლავებში. ფოტონები, რომლებიც შედიან თქვენს თვალებში, გამოსხივდნენ ვარსკვლავებიდან. თქვენ არ ხართ გარეთ ამ პროცესისა, თქვენ ხართ ნაწილი მისი, გამოვლენა მისი, კულმინაცია მისი. ან შესაძლოა, და ეს არის კიდევ უფრო ღრმა შესაძლებლობა, ჩვენ ვართ არა მხოლოდ დამკვირვებლები, არამედ თანაშემქმნელები. ისევე როგორც ფიზიკაში დამკვირვებელი არ არის გარეთ სისტემისა, არამედ ნაწილი მისი, დამკვირვებელი, რომელიც ცვლის დაკვირვებულს თავისი დაკვირვებით, შესაძლოა ჩვენ ვართ არა მხოლოდ ის, ვინც აღიქვამს რეალობას, არამედ ის, ვინც ქმნის მას. ყოველ ჯერზე, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფიქრობთ აზრს, გრძნობთ ემოციას, ჩვენ ვცვლით, თუნდაც უსასრულოდ მცირედ, სამყაროს სტრუქტურას. ჩვენი არჩევანი მნიშვნელობა აქვს, არა იმიტომ, რომ ის არღვევს ფიზიკის კანონებს, არამედ იმიტომ, რომ ის არის ნაწილი ამ კანონებისა, გამოვლენა მათი, განხორციელება მათი. და ბოლოს ჩვენ ბრუნდებით იქ, საიდან დავიწყეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია.
გახსოვთ ის პირველი კითხვა, რა მოხდება, თუ გადალახავთ სინათლის სიჩქარეს? ახლა თქვენ იცით პასუხი, არა მხოლოდ მათემატიკური პასუხი, რომ მასა გახდება წარმოსახვითი, დრო დაიწყებს უკუსვლას, კაუზალურობა დაირღვევა, არამედ ღრმა ფილოსოფიური პასუხი. თქვენ ვერ გადალახავთ სინათლის სიჩქარეს, რადგან სინათლის სიჩქარე არის არა ბარიერი, რომელიც გეწინააღმდეგებათ, არამედ თავად რეალობის სტრუქტურის ნაწილი, პრინციპი, რომელიც აკეთებს თქვენს არსებობას შესაძლებელს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც თქვენ ახლა გრძნობთ, არა მხოლოდ იცით, არამედ გრძნობთ, რომ ეს ლიმიტი არ არის დამარცხება. ის არის საჩუქარი. ის არის ის, რაც აკეთებს სამყაროს გასაგებს, კაუზალურს, მნიშვნელოვანს. ის არის ის, რაც აკეთებს თქვენს ცხოვრებას რეალურს, თქვენს არჩევანს ღირებულს, თქვენს გამოცდილებას ნამდვილს. ყოველჯერზე, როცა ცდილობთ რაღაცას და აღმოაჩენთ ლიმიტს, ფიზიკურ ლიმიტს, ბიოლოგიურ ლიმიტს, კოგნიტურ ლიმიტს, ემოციურ ლიმიტს, თქვენ ეხებით ამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას. ლიმიტები არ არის მტრები, ისინი არის მასწავლებლები, რომლებიც ავლენენ, ვინ ხართ, რა შეგიძლიათ, როგორ შეგიძლიათ ზრდა. ყოველჯერზე, როცა ელოდებით რაღაცას, ელოდებით პასუხს, ელოდებით ცვლილებას, ელოდებით გაგებას, თქვენ განიცდით ინფორმაციის გავრცელების ლიმიტს. და ამ ლოდინში, ამ სივრცეში ახლასა და მომავალს შორის არსებობს რაღაც ლამაზი, რაღაც ღრმა, რაღაც მნიშვნელოვანი. ლოდინი არ არის ცარიელი დრო, ის არის დრო, როცა ინფორმაცია მოძრაობს, როცა გაგება ყალიბდება, როცა გარდაქმნა ხდება. ყოველჯერზე, როცა ისწავლით რაღაც ახალს და ის საჭიროებს დროს, დღეებს, კვირებს, თვეებს, თქვენ განიცდით თქვენი პირადი სინათლის სიჩქარის ლიმიტს. და ამ პროცესში, ამ ნელ თანდათანობით გარდაქმნაში, არსებობს სილამაზე, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა, თუ ყველაფერი მოხდებოდა მყისიერად. და ასე, ბოლოს ჩვენ ვაღწევთ არა პასუხამდე, არამედ ღრმა, ლამაზ, უსასრულო კითხვამდე, რომელიც არ მოითხოვს პასუხს, რადგან თავად კითხვა არის საჩუქარი, მოწვევა, შესაძლებლობა. თუ სამყარო აქვს აბსოლუტური ლიმიტი, სინათლის სიჩქარე, რომელიც განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა შეიძლება იყოს კაუზალური, რა შეიძლება იყოს ერთიანი, მაშინ რა ლიმიტები განსაზღვრავენ ჩვენს? რა არის ჩვენი პირადი სინათლის სიჩქარე, ის აბსოლუტური საზღვარი, რომელიც აკეთებს ჩვენს არა უსასრულოდ ძლიერებს, არამედ ადამიანურად ლამაზებს? შესაძლოა ეს არის ჩვენი უნარი სიყვარულისა, უნარი, რომელსაც აქვს ლიმიტი, რადგან ჩვენ ვერ შევიყვარებთ ყველას ერთნაირად ღრმად, ვერ მივცემთ ყველას ერთნაირად ბევრ ყურადღებას. შესაძლოა ეს არის ჩვენი უნარი გაგებისა, უნარი, რომელსაც აქვს ლიმიტი, რადგან ჩვენ ვერ გავიგებთ ყველაფერს, ვერ ვიცით ყველაფერს, ვერ ვიქნებით ყველაფერი. შესაძლოა ეს არის ჩვენი უნარი არსებობისა, უნარი, რომელსაც აქვს ლიმიტი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ შეზღუდულ დროში, შეზღუდულ სივრცეში, შეზღუდულ სხეულში. მაგრამ ამ ლიმიტების შიგნით, ამ საზღვრების შიგნით არსებობს უსასრულო სივრცე შემოქმედებისთვის, ზრდისთვის, სიყვარულისთვის, მნიშვნელობისთვის. ისევე როგორც სინათლე მოძრაობს მაქსიმალურ სიჩქარეზე და მაინც ქმნის უსასრულო მრავალფეროვნებას, ფერებს, ფორმებს, პატერნებს, სილამაზეს, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენს ლიმიტებში და მაინც შევქმნათ უსასრულო მრავალფეროვნება, აზრები, გამოცდილებები, ურთიერთობები, მნიშვნელობები. ყოველჯერზე, როცა ვირჩევთ სიყვარულს შიშის ნაცვლად, გაგებას განსჯის ნაცვლად, შემოქმედებას დესტრუქციის ნაცვლად, ჩვენ ვქმნით რაღაც ახალს, რაღაც ლამაზს, რაღაც მნიშვნელოვანს ჩვენი ლიმიტების შიგნით. და შესაძლოა ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება არის ის, რომ ლიმიტები არ არის ის, რაც გვაკეთებს სუსტებს, ისინი არის ის, რაც გვაკეთებს ადამიანებს. ისინი არის ის, რაც აკეთებს ჩვენს არჩევანს რეალურს, ჩვენს სიყვარულს ღირებულს, ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელოვანს. თუ ყველაფერი იქნებოდა შესაძლებელი, თუ არ არსებობდა ლიმიტები, საზღვრები, შეზღუდვები, მაშინ არაფერი იქნებოდა მნიშვნელოვანი, რადგან მნიშვნელობა მოდის არჩევანიდან და არჩევანი მოდის ლიმიტებიდან. ყოველჯერზე, როცა ამბობთ, მე გიყვარვარ ვინმეს, თქვენ აკეთებთ არჩევანს. არჩევანს, რომ მიეცით თქვენი შეზღუდული დრო, თქვენი შეზღუდული ენერგია, თქვენი შეზღუდული ყურადღება ამ კონკრეტულ ადამიანს. და ეს არჩევანი არის მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ, რომ ის არის არჩევანი, იმიტომ, რომ თქვენ შეგეძლოთ არჩევა სხვა გზა, მაგრამ არჩევთ ამას. ყოველჯერზე, როცა ქმნით რაღაცას, ხატავთ სურათს, წერთ სიმღერას, აშენებთ სახლს, თქვენ აკეთებთ არჩევანს. არჩევანს, რომ გამოიყენოთ თქვენი შეზღუდული დრო, თქვენი შეზღუდული უნარები, თქვენი შეზღუდული რესურსები ამ კონკრეტული შემოქმედებისთვის. და ეს შემოქმედება არის მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ, რომ ის არის არჩევანი. რეალობა არ არის აბსოლუტური, ის არის ფარდობითი და მოკიდებული თქვენს პერსპექტივაზე, თქვენს გამოცდილებაზე, თქვენს ადგილზე სივრცე-დროის ქსოვილში. მაგრამ ამ ფარდობითობის ცენტრში დგას ერთი აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ლიმიტები არ არის მტრები, არამედ მასწავლებლები, შემოქმედებითი ძალები, საჩუქრები.
ისინი არის ის, რაც აკეთებს სამყაროს გასაგებს, ცხოვრებას მნიშვნელოვანს, სიყვარულს ღირებულს. და ყოველჯერზე როცა ვდგავართ ღამის ცის ქვეშ და ვუყურებთ ვარსკვლავებს, რომელთა სინათლე მოგზაურობდა მილიონობით წლების განმავლობაში სინათლის სიჩქარით, ამ აბსოლუტურ ლიმიტით, რომელიც აკეთებს სამყაროს კაუზალურს. ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ წარსულს, არამედ თავად რეალობის სტრუქტურას, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან, რომელიც აკეთებს ჩვენს არა გარეთ, არამედ შიგნით ნაწილებს ამ უსასრულო ცეკვისა სინათლისა და ჩრდილისა, ლიმიტებისა და შესაძლებლობებისა, საზღვრებისა და თავისუფლებისა, ცეკვისა, რომელიც გრძელდება ყოველ სუნთქვაში, ყოველ გულისცემაში, ყოველ აზრში, ყოველ არჩევანში, ყოველ მომენტში, როცა ვირჩევთ სიყვარულს, გაგებას, შემოქმედებას, მნიშვნელობას, არა მიუხედავად ლიმიტებისა, არამედ ლიმიტების შიგნით, ლიმიტების მეშვეობით, ლიმიტების წყალობით, რადგან ლიმიტები არის არა ის, რაც გვაკეთებს სუსტებს, არამედ ის, რაც გვაკეთებს ადამიანებს, ცოცხალებს, რეალურებს, მნიშვნელოვანებს ამ უზარმაზარ, რთულ, ლამაზ სამყაროში, სადაც სინათლის სიჩქარე არის არა ბარიერი, არამედ ხიდი, რომელიც აკავშირებს წარსულს მომავალთან, მიზეზს შედეგთან, ჩვენ სამყაროსთან, ხიდი, რომელზე ჩვენ ვდგავართ ყოველ მომენტში, ყოველ არჩევანში, ყოველ სუნთქვაში და ეს არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი უფრო ღრმა გაგებისა, უფრო ფართო სიყვარულისა, უფრო ლამაზი ცხოვრებისა, რომელიც იცის, რომ ლიმიტები არის არა ციხე, არამედ სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სუნთქავთ, ფიქრობთ, გრძნობთ, ყვარობთ, ვქმნით. სახლი, რომელიც არის არა ადგილი, არამედ გაგება, რომ იყო ადამიანი ნიშნავს იყო შეზღუდული და სწორედ ამ შეზღუდულობაში იპოვა უსასრულობა.